როგორც ჯანდაცვის მინისტრი ქიმიური იარაღი გამოიყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ. იმ კონკრეტულ ნივთიერებასთან დაკავშირებით, ბატონო მიხეილ, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, თქვენ ჯანდაცვის მინისტრი ბრძანდებით. ნონსენსი, რადგან პაციენტები არის ზედაპირულად შესწავლილი, მათი სიმპტომები ამ მხოლოდ და რაც არ არის სარწმუნო კვლევისთვის. დიახ, მე მგონი ამ დღეების განმავლობაში აშკარად ცოტა იაფასიანსაც ასე ვიტყოდი, მცდელობებს აქვს ადგილი, რომ ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და რაღაც დროებით ისეთი ილუზია შექმნან, რომ თითქოს რაღაცა ისეთი მოხდა თბილისში იგივე მიტინგების დროს, აქციების დროს, რომელიც თითქოს რამე სამართალდარღვევას შეეცდა. ამის ილუზიის შექმნის მცდელობა აშკარაა და ეს ყველაფერი არის ძალზე დიაფასიანი. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სხვათა შორის ამ კვალიფიციური ექიმების მიერ გაკეთებული შეფასებებითაც. თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან მარტივად ჩანს ის, რომ რეალურად, როდესაც BBC-მ ეს გამოაქვეყნა და რაღაც შორსმნეველი შეფასებები გააკეთა და ამას პოლიტიკოსები ეყრდნობიან, თურმე BBC ვისაც ეყრდნობოდა თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ მათ ისეთი რამ არ უთქვამს, რაც შემდეგ მათ მიაწერეს თითქოსდა და თითქოს BBC-მ ამაზე დაყრდნობით გააჟღერა. ამიტომ ასეთი დასკვნებისგან, ასეთი მცდარი, არასწორი, უსაფუძვლო დასკვნებისგან, რა თქმა უნდა, ყველამ თავი უნდა შეიკავოს და უფრო მეტიც. ადამიანები თავშეკავებულები უნდა იყვნენ რაიმე ბრალდებებს, როდესაც აყენებენ ადამიანებს, როდესაც ეუბნებიან, რომ თითქოს ვინმე მოწამლა და ასე შემდეგ, აქ რა თქმა უნდა, ზედმეტად ღილები უნდა იყვნენ. რაც შეეხება ამაშია საქმე ზუსტად, რომ არავითარი სარწმუნო ერთი წამით დამამთავრებინეთ ნათქვამი. თითქოს უნდა დამამთავრებინოთ. ესე იგი, საქმე რა შეაჩვით, რომ აი ნახეთ, მე ზუსტად ეს მარწმუნებს, აი ესეთი მცდელობები, რომ როდესაც ადამიანი მოსაზრებას გეუბნება და ეს გაღიზიანებს, ეს რა თქმა უნდა პრობლემაა და კითხვა რაც არის დასმული, ამაზე გპასუხობთ, რომ დიახ, ეს მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებითაც ძალიან მარტივად დასტურდება და პრინციპში ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმის სათქმელად, რომ რეალურად აბსოლუტურად არასწორად საფუძვლოდ აფეხილი აჟიოტაჟი გახლავთ დაკავშირებული თითქოს და ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით. არავითარი მიზეზი, არავითარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი მიზეზი ნახეთ, ნახეთ, ეხლა ესე უნდა გავაგრძელოთ, ესე იგი, სადაც რამდენჯერად, მესმის, რომ ეს თქვენ გეგმებს არ შეესაბამება და როდესაც გაძლევენ პასუხს და გამხელენ იმაში, რომ არასწორს, როდესაც გამხელენ, ესე კიდევ გიმეორებთ, აი, როდესაც თქვენ იტყვით კონკრეტულად, რომ მაგალითად აი ის ნივთიერება, რომელზედაც ადამიანებს ეუბნებით, რომ თითქოს გამოიყენეს ის, რომ წყალში საერთოდ არც ზავდება, ეს ვარაუდია, რომ ელემენტარულად აქედან გამომდინარე. ვიდრე ადამიანებს ეთქვით, რომ თითქოს და ისინი მოწამლეს რომელიმე კონკრეტული ნივთიერებით, მანამდე რა თქმა უნდა, ცოტა მეტი პასუხი შეიძლება მეც დაგისვამ კითხვას, არა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ბატონო მაწყვეტინებთ მეოთხეთ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ თქვენ შეიძლება მეც დაგისვამ კითხვას. მომისმინეთ, კი, ერთი წამისუდან მომისმინეთ. ერთი წუთით არ პასუხობს, აზრი არა, უნდა წავიდე მაშინ. თქვენ არ გიპასუხებთ, იმიტომ რომ 4 ჯერ შემოწყვეტინეთ პასუხი. ბატონო მიხეილ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ბატონო მიხეილ, თქვენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს არ მაძლევთ საშუალებას, რომ აზრი დავმიუყვანო ბოლომდე. ამიტომ რაკან ესეთია მდგომარეობა, თქვენ არ გიპასუხებთ. ხალბატონო რუსუდან, თქვენ ბატონო მიხეილ, მეც მაქვს კითხვა. ბატონო მიხეილ, მაგ როდის გავიქცევი აქედან? ის კომიკურად გამოიყურება, ეხლა ეს რასაც მეუბნებით, რომ ამდენი ადამიანი არ გიპასუხებ. სუდაც და დღემდე ჯანმრთელობის უთხარით, მაშინ რუსუდანმა დამისმა შეიძლება გაქცეს. ბატონო მიხეილ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შარშან მოგმართათ ჯანდაცვის სამინისტროს შარშან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა ოფიციალური წერილით, რომ გამოეთხოვათ რა ნივთიერებები იყო გამოყენებული და უწყებამ ასე უპასუხა, რომ საჭიროება არ დადგა და შესაბამისად უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვია. ამის შემდგომ სახალხო დამცველიც ითხოვდა ამის შესახებ ინფორმაციას, ოღონდ არა თქვენგან, მაგრამ შსს-გან ითხოვდა ინფორმაციას და შემდგომ უკვე დღესაც ადამიანები საუბრობენ, რომ სიმპტომები რაც შეიძლება ყოფილიყო სხვა აქციების დროს, ამ აქციებზე იყო განსხვავებული. ამიტომ თქვენ ამ 1 წლის განმავლობაში მოიკითხეთ თუ არა და დღეს მაინც თუ იცით რა ნივთიერება იყო გამოყენებული. გავიგე, საქმე იმაში გახლავთ, რომ ის მონაცემები, რომელიც ვრცელდება, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანები არასწორ დასკვნებს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და ვითარება არის
საგანგაშო, ან ისეთი, რომელიც იმსახურებს ისეთ ყურადღებას, რომ აუცილებელია რომ ვინმე ჩაერთოს, შეისწავლოს, გამოიკვლიოს, რაღაცა დასკვნები გააკეთოს, ეს არის უსაფუძვლო და მცდარი. ამას ვამბობ, რომ შარშანაც ნახეთ როგორ არის, აი თვითონ მარტივად დასვით, კითხვა უბრალოდ კრიტიკული კითხვა თქვენ თვითონ და გაანალიზეთ, რომ აი ეს დასკვნა, რომელიც ჩახუნაშვილების დასკვნა, ხო იმაში აღწერილი, რომ მრავალათასიანი მიტინგის დროსო მოხდა ამის გამოფრქვევაო და თურმე აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით მიმართა სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელთა სიმპტომები ერთმანეთს ემთხვეოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში რო გაამრავლეს, ესე კიდევ მაწყვეტინებს ახლა დამთავრდა. ბატონო მიხეილ, ამას აზრი როგორ გეკადრებათ? და არ უნდა ჩახუნაშვილების დასკვნას არ ეკორტებათ. ეხა უპასუხისმგებლობთ უზრდელობთ, როდესაც მაბრალებთ, როდესაც წერილობით მიწერია ის, რასაც ეხლა მეუბნებით, ზუსტად ჩემს მიერ გაცემულ წერილში არის მითითებული ფაქტები. რამდენი ადამიანი დაჭირდა სამედიცინო დახმარება და რამდენი ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში ამ ჩვენებები და სულ არის რამდენიმე ერთეული. და ამიტომ რომ პოლიტიზირებული და მცდარია, ამიტომ ბრალდება ნათელია რაც შეეხება იმას. თქვენ დღეს იცით თუ არა ეს ინდივიდუალურ შემთხვევებში თუ კი ვინმეს აქვს რამე საჭიროება რომ გამოკვლეული იქნეს, დიახ რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი, მთლიანად საავადმყოფოები, კლინიკები, ყველანი მზად არიან იმისთვის, რომ ინდივიდუალურად შეფასებები გააკეთონ, მაგრამ რაიმე საგანგაშო მონაცემი, რომელზე დაყრდნობითაც რომ ვინმეს უნდა პანიკა ეტეხა და ეთქვა, რომ აქ ქიმიური იმაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ და ქიმიური გამოკვლევები ჩატარდესო, დიახ რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ აზრს, რომელიც ამბობს, რომ აქ აბსოლუტურად ყალბად მოგონილი აჯიოტაჟია ყველაფერი. ბატონო მიხეილ, თქვენ როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიზანი არის ძალიან მარტივი, პოლიტიზირებული და ეს ჩანდა იმთავითვე აი სწორედ იმ პირველი ანგარიშიდან, რომელიც არის საუბარი, სადაც იწყება და ხმამაღლაა გაცხადებული და პოლიტიკური შეფასებებია გაკეთებული ექიმების მხრიდან, აი სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, დიახ, არის რეალური мотиваცია ადამიანებისა, რომ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც ამას შეეწიროს საქართველოს რეპუტაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეუქმნან უარყოფითი რეპუტაცია. თუ შეიძლება დაგისვენოთ კადრულობენ და იყენებენ ისეთ მეთოდებს, რომელიც რეალურად არის რა თქმა უნდა ქვეყნის ბატონო მიხეილ, ნახეთ რა კითხვა ტელეკომპანია BBC. ბატონო მიხეილ, კითხვებია და რა ვქნათ, 5 დღეა სვამთ კითხვებს. როდესაც მეჭრებით ცით. ბატონო მიხეილ, 5 დღეა. ბატონო მიხეილ, 5 დღეა. არც გიპასუხებთ, ბატონო მიხეილ, ეს პირველად არ ხდება, სხვათა შორის, როდესაც ეს ხო იცით. პირველად ხო არის ინტერვიუს ჩემგან. ნახეთ რა შეესაბამება ყველა ლაპარაკობს. აკრძალული მე ნივთიერებები და გააცეთ, რომ პასუხებს გაექცა და პასუხები არ ბატონო, თუ შეიძლება კითხვას დაგისვენოთ. გასვით, მაგრამ არ გაცნობ. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მაინც შეიძლება ეს თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიტიკურად ატახილი აჟიოტაჟია, მაგრამ ტელეკომპანია BBC როცა ვარაუდს გამოხატავს, ეს ბუნებრივად აჩენს მედიაში კითხვას და ჩვენი ვალი არა სკანდალი, არამედ თქვენთან გადამოწმება. გამოძიება მიმდინარეობს. თქვენ როგორც ჯანდაცვის კითხვას დასვამ, თქვენ როგორც ჯანდაცვის მინისტრმა იცით რა ნივთიერება იყო გამოყენებული და როცა ამბობთ რომ თუ მიმართავენ კლინიკებს იმათ იციან როგორ უმკურნალონ, თქვენ ხომ რეკომენდაციებსაც გასცემთ ამ კლინიკების მიმართ. იცით ნივთიერება? მადროვოთ და ბოლომდე გეტყვით. კი, ოღონდ მიპასუხეთ. ესე იგი ვითარება არის ესეთი. ჩვეულებრივ თელმა მსოფლიომ იცის რომ მაგალითად აქციების დროს, როდესაც შეიძლება აქცია იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თქვან, რომ მაგალითად აი უზარმაზარი პიროტექნიკის გამოყენებას და აი ამ მასობრივ არეულობას ვინმე მიიჩნევდა, რომ არის მშვიდობიანობა, მე ვთვლი, რომ ეს იყო რა თქმა უნდა კანონსაწინააღმდეგო აქცია. კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს რა თქმა უნდა პოლიციას და საპოლიციო ძალებს უკლებლივ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვს უფლება გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის რა თქმა უნდა ისეთი საშუალებები, რომელიც იწვევს დიახ რა თქმა უნდა რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, წრემლდენას და ასე შემდეგ. აქ არის თუ არ გაბრძანდებით აქედან ვეღარ გავაგრძელებთ. არა, თუ შეიძლება თუ არ ნახეთ თუ არ დაწიეთ ეს მიკროფონი ვეღარ გავაგრძელებთ. თუ შეიძლება რომ გაბრძანდებით. ქალტონატეში თუ შეიძლება რომ
გაბრძანდეთ. არა, თუ შეიძლება დაწესებთ. ბატონო მიხეილ. არა, მათ ვეტინებთ და ხელს მიშლით. ბატონო მიხეილ. მუშაობაში ხელს მიშლით. მიიღეთ როგორც არა, გამოწვევა, მუშაობაში ხელს მიშლით. რომ ჩაკითხოს შეიძლება უპასუხოთ. ბატონო მიხეილ. თქვენ თქვენ იცით თუ არა? საერთაშორისო კონვენციები ბატონო კითხავთ, ამას მიხეილ. გეუბნები. ეს მიიღეთ როგორც გამოწვევა, რომ ჩაკითხების პარალელურად უპასუხოთ. როგორც ჯანდაცვის მინისტრი. სათქმელი მაქვს, იცით, მაგრამ კი, უნდა წავიდე. გისმენთ. თუ შეიძლება დაგტოვოს რა კალიტონა რა. არა, რატომ არა, დაგტოვოთ? რატომ უნდა დაგტოვოთ? ბატონო მიხეილ. მაშინ ცალკე შემიძლია ჩაგეწეროთ თქვენ. ბატონო მიხეილ. შეიძლება ჩაგეწეროთ თქვენ. მიპასუხეთ. შეიძლება ცალკე ჩაგეწეროთ. მე ვთხოვ კოლეგას, რომ თქვენი ნახეთ პასუხი. ეს მანტრასავით ეს ნორმალურია ხა ეს. მოვისმინოთ და შემდეგ დავსვათ. ესე იგი ნახეთ როგორ არის თუ შემაწყვეტინა ვინმე მე არა, იძულებული მე ვარ რომ მაინტერესებს, არა. შევწყვეტო ინტერვიუ. ისმენთ, იცოდით თუ არა, იცით თუ ძალიან არა? დამავალეთ, ეს ხო? მაინტერესებს. ხო. თქვენ ამბობთ შეუძლია პოლიციას პოლიციას რა თქმა უნდა გამოიყენოს. აქვს ნებისმიერ კიდევ ერთხელ მეორე ნებისმიერ ნორმალურ ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი ძალების გამოყენების უფლება. მათ შორის არის რა თქმა უნდა ცრემსადენი გაზი, მათ შორის არის რა თქმა უნდა წყლის ჭავლი და ასე შემდეგ. აქ გამოყენებული ნივთიერება სხვათა შორის უნდა ვთქვათ ბოლომდე სიმართლისთვის რომ მაგალითად იქ რომ პიროტექნიკასაც აქვს მავნეთვისებები, აი ახლავე შეგიძლიათ ვინმე გახსნათ ტელეფონი და არის ChatGPT-ს ან ნებისმიერ წყაროში გადაამოწმოთ ინფორმაცია ამ მასშტაბით, მაგალითად იმ დახურულ სივრცეში ამდენი პიროტექნიკის გამოყენებას რა შეეძლო გამოეწვია ადამიანებისთვის, ესეც ნახეთ უბრალოდ, მაინც თქვენთვის უბრალოდ საინტერესო იქნება. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესე იგი ხდება რა? ხდება დაშლა აქციის, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იყო, გამოყენებულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ კონვენციური საშუალებები და ახლა მე მეუბნებიან რომ კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიყლიო მარტო იმიტომ რომ ვინმე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-მ, BBC-მ გადაუმოწმებლად ნებსით თუ უნებლიეთ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ თურმე უნდა დავჯდე და მე რაღაცა კონკრეტული ინფორმაციები უნდა ვარკვიო, რომელიც აპრიორი ვიცი რომ აბსოლუტურად მცდარია, აბსოლუტურად მტკნარი ტყუილია. მტკნარი ტყუილია იმიტომ რომ თქვენს მათ შორის ძალიან კვალიფიციურმა, აი მეტი რო არ შეიძლება ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებმა თქვენს კონკრეტულად რომ აქ მოცემულობა ისეთია რომ ამაზე დაყრდნობით რაიმე მყარი საფუძველი, რაიმე რეალური ხელმოსაჭიდი ისეთი დასკვნის გაკეთებისთვის რომ თითქოს ადამიანები ასეთი გაზით პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული გაზით იქნა გამოყენებული და ასე შემდეგ ეს არ არის მართებულიო, ეს ითქვა ექიმების მხრიდან. ასეთ პირობებში მე მჯერა რა თქმა უნდა არა ჩახუნაშვილების მოსაზრებებისა რომელსაც არასწორად ეყრდნობა რა თქმა უნდა იმთავითო ცნობილია BBC-ს ეს გავრცელებული ინფორმაცია, არამედ მჯერა რა თქმა უნდა მაგალითად მაღალკვალიფიციური ტოქსიკოლოგებისა, რომლებმაც თქვეს რომ აქ მიზეზი დასკვნის გაკეთებისთვის, რაიმე რეალური ვარაუდის დაბადებისთვის, რომ რეალურად ვინმეს რაიმე უკანონო აქვს გამოყენებული, რეალურად ობიექტურად არ არსებობს. კონკრეტული ნივთიერება რა შეისყიდა, როდი შეისყიდა და როგორია მისი ფორმულა და დამახასიათებელი, ეს ამას ვამბობდი შარშან, ამას ვიტყვი წელსაც და მომავალ წელსაც თუ ვინმე მკითხავს, რომ რა თქმა უნდა ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დიახ რა თქმა უნდა მჯერა და მგონია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, როდესაც იყენებდა ამ საშუალებებს. თქვენი აზრით 5 დღეა როცა ეს კითხვები არ ნახეთ რამდენიხანი გისმინოთ ბატონო მიხეილ თქვენ როცა აპრიორი ამბობთ როცა გჯერათ სპეციალისტების და გჯერათ რომ რაიმე ასე ვთქვა დაუშვებელი გამოყენებული არ იყო ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ გვეუბნებოდა რომ თუ რა იყო გამოყენებული ამაზე მიდის გამოძიება თქვენ ამბობთ რომ შესაძლოა იცის როცა 5 დღეა კითხვა არსებობს ბატონო მიხეილ თქვენ რატო ან ისეთ თან არ გამოგითხოვიათ რომელიც სამედიცინო საკითხებს ეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აქ ამის მიზეზი არ არსებობს თუ გაჩნდა ასეთი რა თქმა უნდა რომ მზადვარ რომ ამაში ვიყო ჩართული ამის საჭიროება თუ გაჩნდა ჯერჯერობით მე ნამდვილად ამას ვერ ხედავ რაც შეეხება ინდივიდუალურად თუ კი რომელიმე ადამიანს აქვს მიზეზი რომ კონდეს ჩივილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და უკავშირდებოდეს რაიმე მოწამლას რა თქმა უნდა ეხა იმ დღეს ინტოქსიკაციის შემთხვევები ალკოჰოლითაც იყო აი როდესაც აქციები ტარდებოდა შეიძლება პიროტექნიკით იყო შეიძლება წყლითაც არც ერთი მათგანი ესე იგი არც ერთი ადამიანი იყო არც ერთი ადამიანი არ ყოფილა რომელიც აი ამ ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ რომ ადამიანებს დაუპირისპირდნენ საშუალებით, რომელიც არის ლეტალური.
ესე იგი უნდა ვამტკიცოთ, რომ ესე იგი ერთ ადამიანსაც კი არ დაჭირდა სტაციონარში ერთი დღე გაჩერება. სულ 10-ზე მეტი არ ყოფილა რიცხვი ადამიანებისა, ვისაც საერთოდ საავადმყოფოში წაყვანა დაჭირდა კლინიკაში, არამც თუ იქ დატოვება. ანუ და ეს რამდენიმე ათეულიან ასე გამოდის დღემდე რომ ხელობის პრობლემებია. პასუხი რომ გავიგოს, კითხვები ხომ მოიხსნება. მე მეუბნებია რომ გინდა თუ არა უნდა დაეჭვდე და უნდა გეგონოს რომ მათ მიმართ გამოყენებული არის ლეტალური არაკი. ასაკვირველია რომ ეს არასწორია. ბატონო მიხეილ, როცა ვარაუდი ამდენად მძიმე დიდი მადლობა. კითხვებზე პასუხი ხომ საერთოდ მოხსნიდა ამ კითხვებს. არა, იცით რა ისე არის? გვეტყოდა რა ფხვნილია. კონკრეტული ნივთიერება რაც არის, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამას ვამბობდი შარშან, ამას ვამბობ წელსაც. ეს შეგიძლიათ აიღოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მაგრამ რაიმე ლაბორატორიული კვლევას მე რასაკვირველი არ და ვერ ჩავატარებ, ხო? თქვენ დიდი მადლობა. ანუ